გიორგი ტუმასიანთან გადავალ, რომელიც გახლავთ გაეროს წარმომადგენელი და ახალგაზრდებს წარმოადგენდა ის. ამ შემთხვევაში თქვენი მყოფებით უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე და არა მარტო ახლა, არამედ ვიცით, რომ გასული დღეების განმავლობაში აქტიურად იღებდით გიორგი მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. პირველ რიგში რას ნიშნავს, როდესაც 31 დეკემბრის ღამე 12 საათი იქცა ერთგვარად ზეიმის და მეორე მხარეს პროტესტის დღე და როგორ შეაფასებთ გასულ განვლილ პროტესტი გრძელდება, რადგანაც ჩვენი პოლიტიკური პატიმრები ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებიან და ხვდებიან ამ ახალი წლის ღამეს ციხეში. შესაბამისად, ჩვენ აქ ხვდებით სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა და სამართლიანობა. ეს ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გამოშვებას და რა თქმა უნდა სამართლიანი ახალი არჩევნების დანიშვნას ივანიშვილის დიქტატურის მიერ. ძალიან სერიოზული საფრთხეა, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ჩრდილოეთ კორეად აქციოს, იზოლაცია მოახდინოს და დიქტატურა ჩამოაყალიბოს. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება მუდმივად, ყველგან წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დიქტატურა. და აი თქვენ საგარეო მიმართულებითაც გაქვთ გამოცდილება, რას ფიქრობთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამენით საუბრობენ, ანუ სანქციების ენით და მოვისმენთ მათ შორის დღესაც განცხადებები, საბოლოო ვერდიქტი რა იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ცხადია ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების სანქციები, სადაც პირდაპირ ივანიშვილს ამხელენ რუსეთის ინტერესების გაწარებაში, ძალიან მკაფიოა, მაგრამ ეს არის გაფრთხილება. ჩვენ ვნახეთ, ჯო ვილსონმაც პირდაპირ თქვა, რომ ეს სანქციები შეეხება ყველას და ვისაც სურვილი აქვს დატოვოს რუსული ოცნების ეს გემი, რომელიც იძირება, ჯერ კიდევ აქვს ამის საშუალება. რა თქმა უნდა, იქნება სრულფასოვანი ფართომასშტაბიანი სანქციები, ეკონომიკური იზოლაცია, ეკონომიკურ კრიზისში შევალთ და პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია მოხდება საერთაშორისო თანამეგობრობისგან და რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა არის ხალხისადმი. თუ ხალხი მზად არ არის, რა თქმა უნდა, ხალხი რომ შეეგუოს ბელარუსიზაციას, რუსეთის გუბერნიად ქცევას, საქართველოს მოქალაქეებს არ აურჩევიათ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზაციურ დემოკრატიულ ქვეყნებში და ევროკავშირში, რა თქმა უნდა, და დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გააგრძელებს მზარდ მატებას და ჩვენ უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა რეჟიმი იძულებული იქნება უკან დახევაზე და ჩვენ აუცილებლად სამართლებრივად მივალთ ახალ არჩევნებამდე. ბატონო და ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება გავრცელდა, პრემიერ-მინისტრს მიულოცა ამ შემთხვევაში ახალი წელი. ერთის მხრივ ოპოზიცია საუბრობს, რომ არ აღიარებს დასავლეთი ლეგიტიმურობას საქართველოს მთავრობის, თუმცა ვნახეთ ჩვენ ეს განცხადება. როგორ გონიათ, რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი, რაზეც პრინციპში საუბრობენ უკვე ქართული ოცნების წარმომადგენლები? მე ვნახე, რა თქმა უნდა, ეს ქართული ოცნების აქტიური ნარატივი, ჯერ გადასამოწმებელი არის საერთოდ ეს ინფორმაცია, რადგანაც ოფიციალურ გვერდებზე ნატოს ნამდვილად არ დევს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ აქვს უფლება გადააბიჯოს მთავარ სუვერენს საქართველოში, ეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის და სწორედ ამიტომაც პრაქტიკულად არც ერთმა ქვეყანამ, არც ერთმა ორგანიზაციამ, არც მიხეილ ყაველაშვილს, არც ირაკლი კობახიძეს და ზოგადად აი ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ მოულოცა არც ერთი პოლიტიკური პროცესი სწორედ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ მათი სრული პოლიტიკური იზოლაცია, მათ შორის თუ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას წაუწდება ხელი და ასეთ ნაბიჯს მიმართავს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხისგან მიიღებს შესაბამის რეაქციას და გაითვალისწინებს ხალხის პოზიციას. თუმცა ხედავთ, რომ ძალიან მყარი არის ჩვენი მხარდაჭერა და ერთობლიობა იმისა, რომ ეს ძალა, რომელიც ხელისუფლების უზურპატორია დღეს, არ არის ლეგიტიმური და ყველა ერთხმად აღიარებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად პრეზიდენტობის გაგრძელებას.